ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, ნებისმიერ სპორტის სახეობაში რომ ფიზიკური მომზადება საჭიროა, ეს ახალი არაა. ისევე როგორც სპორტსმენისთვის ათლეტური აღნაგობა. ყველას სჭირდება სწორი სირბილის თუ სუნთქვის ტექნიკა, იმისთვის რომ მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამისთვის უმეტესობა სპორტ დარბაზში ან ინდივიდუალურად სხვადასხვა სპორტის სახეობაში ემზადება. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა არის ის, რომ ნებისმიერი სპორტსმენის უნარების განვითარება ძლეოსნობას შეუძლია. სამწუხაროდ, ბევრს მძლეოსნობა ძალოსნობა შეერევა. არადა სინამდვილეში მძლეოსნობა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ოლიმპიური სახეობა, რომელიც დისტანციაზე რბენას, სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას და მძლეოსნურ მრავალჭიდს მოიცავს. საქართველოში ეს სახეობა ნაკლებად ცნობილია, თუმცა ნიკარაგუა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცნობილი გახადოს სპორტის ეს სახეობა და ამ სახეობის დახმარებით სხვა სპორტის წარმომადგენლებსაც დაეხმაროს. ძლეოსნობა არის სწორი სირბილის ბიომექანიკის შესწავლა, ასევე როგორ გამოვიყენოთ ხელი, როგორ შეეხოს ზედაპირს ტერფი, როგორი დახირლობა გვჭირდება შესაბამის მანძილზე, როგორ ავიჩქარდეთ მაქსიმალურად ეფექტურად, სუნთქვა, ასევე გამძლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ყველაზე კარგად, ყველაზე ხარისხიანად აძლევს მძლეოსნობა. ყველაზე დიდი მომართვენება არის ფეხბურთიდან, შემდეგ უკვე მორაგბეები მომართავენ და კალათბურთელები. სამი ეს ძირითადი სპორტის სახეობაა ჩემს ჯგუფში და ინდივიდუალურადაც, ვინც მყავს და ვისთანაც მუშაობ, წლებია უკვე მეხუთე წელია. ინდივიდუალური სპორტის სახეობებიდანაც მოდიან, როგორც არის ჩოგბურთი, მაგალითად ბევრი სპორტის სახეობა ისეთი, სადაც ასიმეტრიულად ხდება სამწუხაროდ განვითარება. მძლეოსნობა ამ მხრივადაც გამორჩეულია, იმიტომ რომ მძლეოსნობა, როგორც გითხარით, ჰარმონიულად განვითარებს ყველა კუნძს, მთელს სხეულს, ასე რომ იღებ ბევრად უკეთეს ეფექტურ შესაძლებლობებს მძლეოსნობის გავლის შემდეგ. 6 წლიდან ჩვენთან ბავშვები როცა მოდიან, მათ აქვთ ბუნებრივი მოძრაობები. მძლეოსნობა სწორედ აქედან წარმოიშვა, ეს არის მისი საწყისი. ბუნებრივი მოძრაობა, სიარული, სირბილი, ხტომა. ხვდებით, ამიტომ ჩვენ აქ პირობები გვაქვს შესაბამისი, როგორც გვაქვს თარჯები, სილი, სავსე ორმო, ანუ აქ ხტომები, ისეთი ვარჯიშები ხორციელდება, რომელიც რა თქმა უნდა საფრთხეს არ უქმნის მოზარდის ჯანმრთელობას, პირიქით, ხელს უწყობს ჰარმონიულად განვითარებას. ჩემი მიზანი არის სრულყოფილი ფიზიკური მომზადება საქართველოშიც არსებობდეს, თუნდაც შემდეგ უკვე ჩვენი ნაკრების წევრები რო გახდებიან ეს მოზარდები, რომლებიც მაგალითად ფეხბურთში არიან ჩართული, რაგბიში არიან ჩართულები, მათ კონდეთ ისეთივე სრულყოფილი აჩქარება, ისეთივე სრულყოფილი ფიზიკური მომზადება, როგორიც აქვს ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში მოთამაშე სპორტსმენებს. ყველაზე რთულად განსავითარებელი რაც არის, ეს არის სისწრაფე, რადგან სისწრაფე მეტწილად 60-70% დამოკიდებულია გენეტიკაზე. თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალება იმ 30-40%-ზე ვიმუშაოთ, თუ სწორი მიმართულებით მოხდება მუშაობა, ეს განვითარებადია. დამეთანხმებით, რომ სისწრაფე გადამწყვეტ როლს თამაშობს ხშირ შემთხვევაში ფეხბურთში, რაგბიში და თუ დავაკვირდებით, მაგალითად, სოფლიო დონის გუნდებს აქ ძალიან მაღალ დონეზეა უკვე აყვანილი სისწრაფე, ჩვენ კი პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩამორჩებით ამ მიმართულებით და ჩემი მიზანიც ეს არის. დავინახო უფრო მეტი ათლეტი სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც იმყოფებიან, მოღვაწეობენ, თუმცა მათ ჭირდებათ სრულყოფილი ფიზიკური მომზადება, რასაც იძლევა ძლეოსნობა. 100 მეტრზე რბენა ძლეოსნობის ყველაზე ცნობილი სახეობა. 100 მეტრი 7 წამში, 9 წამში, 10 წამში. კარგია თუ ცუდი. მსგავს კითხვებს ქოუჩი ნიკა TikTok-ზე ხშირად პასუხობს. ეს ერთ-ერთი ის პლატფორმაა, სადაც ფიქრობს, რომ შესაძლოა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანი იპოვოს, რომელიც შემდეგ საქართველოს მორიგ წარმატებას მოუტანს. ნიკა უკვე წლებია მძლეოსნობის ნაკრების სპორტსმენებს სხვადასხვა ჩემპიონატისთვის ამზადებს. არის წარმატებებიც, თუმცა უკეთესი პირობები და ამ სპორტის სახეობის პოპულარიზაცია, რომ საქართველოს უფრო მეტ წინსვლას მოუტანს, ამაზე ყველავ თანხმდებით. 20 წელია დაახლოებით ამ სპორტის სახეობაში ვარ, ამ საქმეს ვაკეთებ როგორც მწვრთნელი უკვე მე-7 წელია, ყავს გუნდი, რომლებიც არიან საკმაოდ წარმატებულები თავიანთ მძლეოსნობის ქვესახეობებში. ორი სპორტსმენი მყავს, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია. მძლეოსნობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა, თუმცა სამწუხაროდ დღეს საქართველოში ნაკლებად ცნობილი და პოპულარული სპორტის სახეობაა. ამიტომ ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ საზოგადოებას გავაცნოთ მძლეოსნობა და მისი მრავალფეროვანი უდიდესი შესაძლებლობები. შეხება პირობებს, ეს არის დახურული დარბაზი, სადაც ჩვენ ვარჯიშობთ ძირითადად. აქ ტარდება ზამთრის ჩემპიონატები, თუმცა სამწუხაროდ დღეს მძლეოსნობას მოედანი, ღია მოედანი, რომელიც 100% მძლეოსნობის იქნებოდა დათმობილი, სამწუხაროდ არ გააჩნია დღესდღეობით და ვიმედოვნებ, რომ საომავლოდ გვექნება ესეც, რომ სრულფასოვნად შევძლოთ ჩვენ მძლეოსნებმა, მწვრთნელებმა
ძლეოსნები მოვამზადოთ შიდა და გარე შეჯიბრებებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძლეოსნობა არის ურთულესი სპორტის ოლიმპიური სახეობა, სადაც ესე მარტივად ვერ ხდება შედეგების დაფიქსირება მსოფლიო დონეზე, იმიტომ რომ სპორტის ამ სახეობაში თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული. შესაბამისად, უდიდესი კონკურენცია. თუმცა ჩვენ ამ პატარა ქვეყნიდან ამ პირობებით, რაც გვაქვს, ვახერხებთ იმას, რომ გუნდური ევროპის ჩემპიონატი მაგალითად, რომელიც წელს ჩატარდა თუნდაც 15-16 ქვეყანაში, ვიყავით მე-7 ადგილზე. ანუ ზედა 8 ქვეყანაში მოვხვდით, ესეც ჩვენთვის წარმატებაა. ასევე ყავს გამორჩეულად კარგი სპორტსმენები, როგორც გითხარით, მაგალითად ყორცნაში, მარათონში ყავს სპორტსმენი, რომელიც ფიქსირებს საერთაშორისო დონეზე კარგ შედეგებს, ასეთივე ტარდება მაგალითად ბალკანეთის ჩემპიონატი, სადაც ყავს პრიზიორები, ჩემპიონიც, სხვათა შორის. ამიტომ ეს წარმატებები დარწმუნებული ვარ გაიზრდება და მეტი შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ იქნება ამაღლებული ჩვენ საზოგადოებაში ცნობადობა, ძლეოსნობა მეტად ეცოდინებათ ხალხს და დაინახავენ მის ამოუწურავ მრავალფეროვან შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საზოგადოებაშიც ყავს მოზარდები, რომლებსაც აქვთ მაღალი შედეგებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა, პოტენციალი, თუმცა ამას სჭირდება პირველ ეტაპზე აღმოჩენა და აღმოჩენისთვის ჩემი მიზანი სწორედ ეს არის, რომ უფრო დიდ ფართო საზოგადოებას გავაცნო ძლეოსნობა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრების ორი წევრი სპორტის ამ სახეობაში შემთხვევით აღმოჩნდა. შედეგად კი მათ ანგარიშზე არაერთი რეკორდი და საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა, რაც უდიდეს გამოცდილებას იძლევა. არ ვიცოდი სიმართლე რომ ვთქვა ამ სპორტის შესახებ, მაგრამ დავდიოდი ტანვარჯიშში და ტანვარჯიშის სტადიონიდან ჩანდა ძლეოსნობის სტადიონი. ყოველთვის მაინტერესებდა ვინმე თუ ვარჯიშობდა იქ და სამწუხაროდ ვერავის ვერ ხედავდი ხოლმე. შემდეგ ჩემმა მასწავლებლმა მითხრა ძლეოსნობაზე შედიოდა, რომ მოვედი, რომ გავიგე როგორც იყო, ძავა მომეწონა და მაგის მერე აქვარ. 400 ბარიერზე მაქვს საქართველოს 18 წლამდე რეკორდი. მაქვს ეგ არის წუთი 2:42. მაქვს 400 მეტრზე 57.5. ხო და 20 წლამდე ზამთრის რეკორდი მაქვს ასე 400 მეტრზე. მე ვარ საშუალო მანძილების მორბენალი, დავბივარ 800 და 1500 მეტრს. თავდაპირველად დავიწყე ცურვით, მამამ შემიყვანა და მის მერე სპორტში ვარ 12 წლიდან. და ცურვის შემდეგ ისე მოხდა, რომ დავრჩი სირბილზე ამასწავლების საშუალებით. გუნდურ ევროპაზე ვიყავით სლოვენიაში, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი გამოსვლება მივიღე, ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები ნახე და რაღაცა თითქოს თვალი ამეხილა სპორტში, ესე რა ვთქვათ. ჩემი აზრით, ძლეოსნობა აუცილებლად უნდა სცადონ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი დისციპლინაა და თუ მაგალითად სიტყვაზე სპრინტი არ გამოვა, შეიძლება შეძლოს საშუალო მანძილები, ან თუნდაც ხტომები, ყორცნები, ბევრი რამ. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ მინიმუმ სცადოს მაინც. ბავშვობაში არჩევანი რომ მქონოდა, აუცილებლად ავირჩევდი ძლეოსნობას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სპორტია, ძალიან ბევრი სახეობაა და რაღაცა იმ თელს ხელს ისე არ ვითარებს. მე ძლეოსნობას თუ არ მოგეწონება საბოლოო ეტაპზე, შეგიძლია გადახვიდე ფეხბურთზე, კალათბურთზე, ვფიქრობ, რომ ძლეოსნობა ყოველთვის კარგია საწყისისთვის და დაწყება სპორტში შესვლა ყოველთვის ჭირს და მთავარია რომ ეს დაწყება გადალახოთ. და რაღაცნაირად გაიჭიროთ საკუთარ თავში, რომ აი კიდე ვივარჯიშებ და მე უფრო კმაყოფილი იქნები საკუთარი თავის, რომ აი კარგია რომ ვივარჯიშე და გავაგრძელე. დაუჯერეთ ჩვენი ნაკრების წევრებს. დაკავდით ძლეოსნობით. განურჩევლად იმისა, თუ რომელ სპორტის სახეობაში ასპარეზობთ და თან ამასთან იქნებ რომელიმე თქვენგანი მომავალი ოლიმპიური ჩემპიონია. ვერ გაჩვენებთ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, მეც ვცადე და ჩემგან უკვე არაფერი გამოვა. ასე რომ ახლა თქვენი ჯერია. ბოლოს თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლე.